ისეთი წნევა არ არის. აი ეს თუ იმუშავებს კარგად. არა, ბატონი ლევანი დადიოდ რა პოლიტიკას. ისი როდი შემოდიან? ესენი უკვე მოსულები არიან ბატონი. We are very pleased to see you here. Მესი მადლობა მოგზაურობისათვის და საერთოდ ამ კურსის არსებობისათვის, რომ ეს შესაძლებლობები გვაქვს. დღეს ადლიას ბაზაზე ხედავთ, რომ პრაქტიკულად მთლიანად ახლიდან გარემონტდა და გაკეთდა ყაზარმა. ჩვენ ასევე დასრულების სტადიაშია საკვაბე, რომელიც მთლიანად მოემსახურება ამ ბაზას. განახლდა ასევე ის ასე ვთქვათ შენობა, რომელიც დღეს ინგლისურ კლასებს მასპინძლობს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა და სამხედროებმა დაიწყეს ინგლისურის სწავლა. ეს აუცილებელი ენაა ნატოსთან თავსებადობის კუთხითაც და მთავარია თავსებადობა არის იმით, რომ ჩვენი ჯარისკაცები არიან უკეთეს პირობებში. ეს არის ძირითადი, რაც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და გავაგრძელებთ წელს ყველა ბაზაზე. შევქმნით მაქსიმალურად ისეთ პირობებს, რომელიც შეძლებს მისცეს ჯარისკაცებს თავისი ფუნქციის, ქვეყნის დაცვის, განხორციელების შესაძლებლობა. ასე რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთ ღირსეულ პირობებში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ქართველი ჯარისკაცი.